ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე საავტორო გადაცემით სტალინი. რატომ არ შეხვდა გიორგი გურჯიევი სტალინს? იოსებ ბესარიონიძე სტალინი ის ადამიანია, ვის შესახებაც კაცობრიობის ისტორიაში ქრისტეს შემდეგ ყველაზე მეტი დაწერილა. ისტორიული მეცნიერებათა დოქტორი პუბლიცისტი ოლეგ სკვორცოვი წერს. ფაქტია და ამას ყველა აღიარეს, რომ ქრისტეს შემდეგ უბრალო მოკვდავთა შორის სტალინი ყველაზე ბეჭვდადი ადამიანია მსოფლიოში. თუმცა საბჭოთა ბელადის შესახებ დაწერილი ყველა ამბავი აბსოლუტური სიმართლე ნამდვილად არაა. სტალინის ბიოგრაფი გენერალი დიმიტრი ვოლკოგონოვი წერდა. ისე როგორც ქრისტეზე, სტალინზეც და საერთოდ ნებისმიერ ცნობილ ადამიანზე აბსოლუტური სიმართლის დაწერა უკიდურესად რთული საქმეა. ამის მთავარი მიზეზი კი დამაჯერებელი ფაქტების ნაკლებობაა. ჩემს მაგალითს მოვიყვან. როდესაც სტალინის ბიოგრაფიას ვსწავლობდი, სიმართლის ტყუილისგან გასარჩევად ყოველთვის ფაქტების ნაკლებობა მიშლიდა ხელს. ამიტომ მათ მოძიებასა და ჩემი მთავარი წიგნის დაწერას არაერთი წელი მოვანდომე. ასე რომ ჩემს მიერ დაწერილი თითოეულ აბზაცზე პასუხს ვაგებ და მათი დადასტურება ფაქტებით შემიძლია. ყველაზე მეტად კი სტალინის იათაქვეშა მოღვაწეობის პერიოდია შეუსწავლელი და ძველი ფაქტების მოპოვება გაცილებით რთულია. თუმცა ვიმედოვნებ, რომ მომავალში ჩემს კოლეგებს უფრო მეტი მასალის მოპოვების საშუალება ექნებათ სტალინის მოღვაწეობის ამ პერიოდზე. გენერალი ვოლკოგონოვი აბსოლუტურად მართალია, როდესაც ამბობს, რომ სტალინის მოღვაწეობის იათაქვეშა პერიოდი ყველაზე შეუსწავლელია. თუმცა მიმაჩნია, რომ გამიმართლა და ხელში ჩამივარდა უფრო სწორად კი პრეზიდენტის არქივში აღმოვაჩინე დოკუმენტაცია, რომელიც თბილისის აულაბრის არალეგალური სტამბის ისტორიას შეეხება. პატარა მოთხრობის სახით გადმოგცემთ ამ ფაქტობრივ მასალას. თბილისში 1903-1906 წლებში წარმატებით ფუნქციონირებდა აულაბრის სტამბა, ხოლო 1906 წლის 15 აპრილს მეფის ახრანიკის სპეციალური ჯგუფი კასპის ნომერ 7-ში მივიდა და ტოტალური ჩხრეკვის შედეგად შემთხვევით აღმოაჩინა ეს ღრმად კონსპირირებული ბეჭდვითი ორგანო. ლენინის მითითებით და უშუალოდ კობას სტალინის უდიდესი ძალისხმევით თბილისის გარეუბანში ერთ-ერთ ეზოში აშენდა ოროთახიანი ერთსართულიანი სახლი, რომელიც დათიკო როსტომაშვილს ეკუთვნოდა. სახლი დათიკო როსტომაშვილმა ილია ბოჭოიძემ და კობამ, აგრეთვე ნუკო და ვანო ჩოდრიშვილებმა და მირიან და თედო მაგრაძემმა აშენეს. მის ქვეშ კი არალეგალური სტამბა მოაწყვეს. ეზოში 17 მეტრი სიღრმის ჭა იყო, რომლის შუაგულიდან სტამბამდე გვირაბი იყო გათხრილი და სტამბაში შესვლა იქიდან იყო შესაძლებელი. იქიდან გამოსვლა მხოლოდ ამ გზით ხორციელდებოდა. ეს სტამბა უძლიერესი იარაღი იყო ამიერკავკასიაში. იქ ქართულ, სომხურ და რუსულ ენებზე იბეჭდებოდა ბოლშევიკური გამოცემები, რომლებიც არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთის მთელ იმპერიაში ვრცელდებოდა. ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ თავად მშენებლობის გარდა, მათ შორის სტალინის, ამ სტამბის ადგილსამყოფელი მხოლოდ ორმა ქალმა იცოდა, რომლებიც სახლის აივანზე ისხდნენ, ქსოლდნენ და თუ კი რაიმე საეჭვოს მოკრავდნენ თვალს, სტამბაში მომუშავეებს ზარის წყარუნით ატყობინებდნენ ამ ამბავს. ამ დროს კი ბეჭვდა უბრალოდ წყდებოდა. სტამბის სახლში არალეგალი ბოლშევიკებიც იკრიბებოდნენ. იქ ხშირად გიორგი გურჯიევი მიდიოდა, რომელიც კატორღიდან გაქცეულ მის მოსწავლეს სტალინს აკითხავდა ხოლმე. გურჯიევმა იცოდა, რომ სტალინი იქ იმალებოდა, თუმცა მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მხოლოდ კი არ იმალებოდა, არამედ სტამბის საქმიანობასაც ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ არც სხვა ახალგაზრდა ბოლშევიკებმა არაფერი არ იცოდნენ. 1906 წლის გაზაფხულზე ბოლშევიკებმა თბილისში ხუმბარები შემოიტანეს და ბედის ირონიით სწორედ იმ ეზოში დამალეს, სადაც არალეგალური სტამბა იმყოფებოდა. ხუმბარები 1 მეტრის სიღრმეზე ჩამარხეს მიწაში. ამის შესახებ თავად გურჯიევმაც იცოდა, რომელიც ამ პროცესს შეესწრო. მოხდა ისე, რომ სტალინი ეწინააღმდეგებოდა ამ ადგილზე ხუმბარების ჩამარხვას, ხოლო როდესაც კითხეს თუ რატომ, სტალინმა რა თქმა უნდა ნამდვილი მიზეზი დამალა. არ გაამხილა და უბრალოდ თქვა: ძალიან საშიშიაო. სულ რაღაც 2 კვირის შემდეგ რუსთაველის გამზირზე, მაშინ გოლოვინ
სტალინის გამზირი ერქვა მას. ჟანდარმებმა სტალინი შეიპყრეს, მაგრამ კობამ გაქცევა მალე მოახერხა და მთაწმინდაზე ლოლიაშვილებთან, სტალინის მეგობრები იყვნენ, დაიმალა. იმავე დღეს იქნა დარბეული დათიკო როსტომაშვილის კარმი დამოც. ხუმბარებიც იპოვეს და ყველა იქ მყოფი დააპატიმრეს. ისინი მხოლოდ ხუმბარეს ეძებდნენ, მაგრამ როდესაც ერთ-ერთმა ჟანდარმმა ჭაში ჩაიხედა და გასანათებლად შიგნით ანთებული ქაღალდი ჩააგდო, ქარმა ეს ქაღალდი გვირაბში შეიტანა და საიდუმლო სტამბაც ასე მარტივად გაიშიფრა. როსტომაშვილი და დანარჩენები გააცინბირეს, ხოლო დაპატიმრებას გადარჩენილმა ბოლშევიკმა პეტრე ხუსკივაძემ, ვინც სტალინის უარის მიუხედავად ხუმბარები მიწაში ჩამარხა, კობას პროვოკატორობა დააბრალა. გაიმართა არალეგალური იატაკქვეშა ღირსების სასამართლო, რომელსაც როგორც კობა და ხუსკივაძე, ასევე ლალიაშვილები, ძმები ვეფხვაძეები და სხვა იატაკქვეშელებიც დაესწრნენ. ხუსკივაძემ კობას ვერაფერი ვერ დაუმტკიცა და ზურა ღოღობერიძემ, ტერორისტმა მომავალში ესერმას სახელით ცნობილით, ცრუ ბრალდებელი დანითაც კი დაჭრა. შემდგომ, როდესაც ბოლშევიკები ხელისუფლებაში მოვიდნენ და ოხრანკის არქივებიც ხელში ჩაიგდეს, იქ აღმოჩნდა საბუთები, რომლებიც ავლაბრის სტამბის ისტორიას ეხებოდა. აქ აღნიშნული იყო დამსმენის, ოხრანკის აგენტის ვინმე ამერიკელის სახელი. სტალინმა კი 40-იან წლებში გაარკვია, რომ ამ სახელით გიორგი გურჯიევი იყო აღნიშნული. თუმცა საბჭოთა ბელადმა ეს ვერაფრის დიდებით ვერ დაიჭერა და გურჯიევს შეხვედრა სთხოვა, რომელიც იმ პერიოდში უკვე საფრანგეთში ცხოვრობდა, მაგრამ გურჯიევი თავის ძველ მოსწავლეს არ შეხვდა და ამის შემდეგ მალევე